კალანდადისა და ახალაიას დაპატიმრებას დღეს საქართველოს პრეზიდენტის გამოეხმაურა. შეიარაღებული ძალების მაღალ ჩინოსნების დაკავება არ შეესაბამებოდა არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას. ეს მიმართვა მიხეილ სააკაშვილმა დღის ბოლოს გაავრცელა. სააკაშვილი შეშფოთებულია ხელისუფლების ყოფილი მაღალ ჩინოსნების დაკავების მეთოდებით და გიორგი კალანდაძეს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირს უწოდებს. ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა. ჩვენ გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადანაშაულება საქართველოს იმაში, რომ საქართველოს გააჩაღა ომი და საქართველოს იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში. ჩვენ მოვისმინეთ ეს არჩევნების შემდეგაც სამწუხაროდ და ეს მე ვფიქრობ ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის. და დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად, არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენ საზოგადოებაში. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლითაც ეს კანონი უნდა იქნას, რომლის ფარგლებში ეს კანონი იქნას დაცული.